ახალციხის მერობის კანდიდატი არის ბატონი გიორგი კოპაძე. ადგილობრივი სამართალმცოდნე მთელი მისი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებული არის საქართველოს ამ ძალიან ლამაზ ისტორიულ კუთხესთან და ქალაქ ახალციხესთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხვა თვითმმართველი ქალაქების კანდიდატებთან ერთად ახალციხის მერობის კანდიდატად გია კოპაძე 26 აპრილს სპორტის სასახლეში გამართულ მმართველი გუნდის ყრილობაზე დაასახელა. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. გია კოპაძე მეცხრე არხთან საკუთარ გეგმებსა და პრიორიტეტებზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი თითოეული ახალციხელის ოჯახს მოივლის და მათი პრობლემით დაინტერესდება. კანდიდატისათვის მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის, კანალიზაციისა და სასმელი წყლის გაუმართავი სისტემის აგრეთვე უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა იქნება. მე ვარ ახალციხელი, აქ ვარ დაბადებული, გაზრდილი და ძალიან კარგად ვიცნობ ჩემ ქალაქს და ყველა მისი პრობლემა ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანებს ვიცნობ, ძალიან ბევრ ოჯახებს და მათ პრობლემებსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ეს პირველ რიგში არის უმუშევრობა, თვითონ ქალაქის ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, წყალი, ასე ეთყობა შედარებით ყველაფერი მოუწესრიგებელი, შემდეგ გზებიც, ეთყობა შედარებით, მაგრამ პერიფერიაში, გარეუბნებში ძალიან ცუდი სიტუაციაა. გია კოპაძე 1960 წლის 29 თებერვალს ქალაქ ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლა. 1991-1995 წლებში იყო ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე. 1995 წელს მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 1995-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში. იურიდიულ ფაკულტეტზე. 2000 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს ახალი მემარჯვენეების კანდიდატად იყრიდა. 2010-2014 წლებში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. მერობის კანდიდატის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებზე ახალციხელებიც საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, უმუშევრობა, სასმელი წყალი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქალაქში ძირითად პრობლემად რჩება, რომლის მოგვარებაზეც ხელისუფლებამ დროულად უნდა იზრუნოს. რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატს, საზოგადოების ნაწილი მას არ იცნობს, ნაწილს კი გია კოპაძის კარგი ხელმძღვანელობის იმედი აქვს. არ ვიცი, ვერ გავაკეთებ კომენტარს მაგ ადამიანთან დაკავშირებით. უნდა მიხედოს რაც შეიძლება ხალხს მიხედოს და რა ვიცი, რა გავაკეთოს ის, რაც ხალხს ჭირდება და ხალხისთვის უკეთესი იქნება. გია კოპაძე რამდენიმე დღის წინ დაასახელა მერობის კანდიდატად. ახალციხეში ძირითადად მაინც უბნებში არის ტრასის პრობლემები, აგრეთვე წყლის, შუქები არა, განათებები არ არის ფაქტიურად და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მოაგვარებს. ცოტა შეღავათი მაინც ექნებათ მოსახლეობას. ვიცნობ გია კოპაძეს, ძალიან მიხარია, მოხარული ვარ მერობის კანდიდატად რომ უნდა დანიშნონ. ამ პრობლემების მოგვარებას, წყალგაყვანილობები, 1000 რაღაცა პრობლემები, ხალხგაზრდებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო პირობები. პრობლემებს რა გამულებს? პრობლემები ევროპის ქვეყნებშიც უამრავია, საცხოვრებელი პრობლემები, მაგრამ თავარი აქ მაინც წყალი მოდის მღრიე, ზამთარში იყინება და ხალხი სულ ვედრებით დარბიან აქეთ-იქიდან და ერთმანეთს ეხმარებიან. ახალციხეში კოალიცია ქართულმა ოცნებამ ამ ეტაპზე მხოლოდ მერობის კანდიდატი დაასახელა. რაც შეეხება მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატებს, გია კოპაძე ამბობს, რომ მათი შერჩევა ისევ მიმდინარეობს და საზოგადოებისათვის მათი ვინაობა ცნობილი მალე გახდება. ახალციხეში არსებულ სხვა პოლიტიკურ ძალებს მაჟორიტარობის, მერობისა და გამგებლობის კანდიდატები ამ დრომდე არ დაუსახელებიათ. კანდიდატებს ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია უახლოეს დღეებში დაასახელებს. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის რეგიონული კოორდინატორი კი ეკოსთან განმარტავს, რომ პარტიაში საარჩევნო სუბიექტების დასახელება მაისის თვის შუა რიცხვებისათვის მოხდება. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს გაიმართება.